დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყარო სტატია ხელმისაწვდომია აღწერილობაში, ვიდეოს მიხედვით. თუ გსურთ ხელი შეუწყოთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, გეპატიჟებით გამოიწეროთ ეს YouTube არხი. უფასოა. ასევე, გთხოვთ, შეგიძლიათ დააჭიროთ თითებს, რომლებიც მიუთითებენ ზემოთ. რეზიუმე. ამ კვლევამ გამოიკვლია მშობლის მედიაციის ეფექტურობა მედიის მხრიდან ზიანის შემცირებაზე. კერძოდ, მან შეისწავლა მშობელთა შუამავლობის 3 ძირითადი სტრატეგიის ეფექტები სიდიდე მედიის გამოყენების ოდენობის შემცირებაზე და მედიასთან დაკავშირებული რისკების შემთხვევების შემცირებაზე. ჩატარდა მეტაანალიზი მშობელთა მედიაციის შესახებ 52 ემპირიული კვლევის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენდა 74,149 მონაწილის მთლიან ნიმუშს და გამოიღო 122 დამოუკიდებელი კორელაცია. შედეგებმა აჩვენა, რომ შემზღუდავი მედიაცია უფრო ეფექტური იყო, ვიდრე აქტიური შუამავლობა მედიაზე დახარჯული ბავშვების დროის შემცირებისას, ხოლო აქტიური მედიაციისა და თანაარსებობის შედეგები უფრო მეტი იყო, ვიდრე შეზღუდული შუამავლობის შედეგები მედიასთან დაკავშირებული რისკების შემთხვევების შემცირებაზე. მოდერატორის ანალიზის მიხედვით. ასაკი, რისკის ტიპი, საშუალო და კულტურა მნიშვნელოვნად ამცირებდა აქტიური და შემზღუდველი მედიაციის ეფექტს მედიის გამოყენების რაოდენობისა და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირის შემცირებაზე. საათია. ელექტრონული მედიის, განსაკუთრებით ინტერნეტის გაჩენის შემდეგ, მედია გარსეცვა ბავშვებსა და მოზარდებს და, ამრიგად, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მედია ბავშვებსა და მოზარდებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოიპოვონ დიდი რაოდენობით ინფორმაცია და დაუკავშირდნენ სხვა ინდივიდებს, რითაც ხელს უწყობს მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებას. სოციალიზაციის თეორიის თანახმად, მშობლები ბავშვთა სოციალიზაციის ძირითადი აგენტები მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ იმ პროცესში, რომლის საშუალებითაც ბავშვები იძენენ და ავითარებენ სოციალურ დამოკიდებულებებსა და ქცევებს. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან თავიანთი შვილების მედიის გამოყენებას ზედამხედველობას, რათა დააბალანსონ ის შესაძლებლობები და რისკები, რომლებიც მედია უქმნის. კომუნიკაციის კვლევაში, მეცნიერები იყენებენ ტერმინს მშობელთა შუამავლობით, რათა აღწერონ მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთქმედება მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბევრმა მეცნიერმა განსაზღვრა მშობლის შუამავლობა, როგორც სტრატეგიები, რომლებიც მშობლებმა მიიღეს ბავშვებზე მედიის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად და შეისწავლონ ამ სტრატეგიების ეფექტურობა. ამასთან, რამდენიმე მეცნიერმა შეისწავლა მშობელთა შუამავლობის შედეგები მედიის სარგებელის გაძლიერებაზე. მედიამით მდიდარმა გარემომ შეიძლება ახალგაზრდები და უცვალები დატოვონ მედიასთან დაკავშირებული რისკების უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე წარსულში. ბავშვებსა და მოზარდებს ექვემდებარებოდნენ შეუსაბამო შინაარსი, არასასურველი კონტაქტები და კიბერშეტევა, რაც საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა გამოიკვლია, თუ როგორ არეგულირებენ მშობლები შვილების მედიას, რათა დაიცვან ისინი მედიასთან დაკავშირებული რისკებისგან და შეამოწმეს, წარმატებით ამცირებს თუ არა მშობლების სტრატეგიებს ამ რისკებს და ამცირებს ბავშვების მედიის გამოყენებას. ამასთან, ამ კვლევამ შედეგი გამოიღო. მაგალითად, ნათანსონმა 1999, ლიდა ჩეინ 2012 და ვინმა და თანამშრომლებმა 2008 განაცხადეს, რომ მშობლების შემზღუდავი მედიაცია ამცირებს ბავშვების ზემოქმედებას მედიასთან დაკავშირებულ რისკებთან, ხოლო შიმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მშობლების შეზღუდული მედიაცია დადებითად ასოცირდება ონლაინ რისკები. ამრიგად, სისტემატურად უნდა იქნას გაანალიზებული ემპირიული მტკიცებულებების მთელი ასორტიმენტი, რათა გააცნობიეროს მშობელთა შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტურობა მედიისგან ზიანის შემცირებაზე და შერეული აღმოჩენების პოტენციური მიზეზების დადგენაში. ეს კვლევა მიზნად ისახავს მშობელთა შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტების სისტემატიურად გაანალიზებას ბავშვთა მედიის გამოყენებისა და მედიასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაზე, აგრეთვე მშობელთა შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტების სიდიდის შესამოწმებლად 54 ემპირიულ კვლევებში. გარდა ამისა, 4 პოტენციური მოდერატორი ასაკის, რისკის ტიპი, საშუალო და კულტურა შერჩეულია და გაანალიზებულია, რათა ახსნას მშობელთა შუამავლობის სტრატეგიების შედეგების მიმართულებასა და მასშტაბებს შორის არსებული ცვალებადობა კვლევებში.
ბავშვების მედიის გამოყენების მშობელთა მედიაცია. ტელევიზიისა და ინტერნეტის გავრცელების შემდეგ ბავშვები ექვემდებარებოდნენ სხვადასხვა მედიის რისკებს, მათ შორის შეუსაბამო შინაარსს და არასასურველი კონტაქტებს. მშობლები მონაწილეობდნენ შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგიებში, რათა დაეხმარონ შვილებს, რომ გახდნენ კომპეტენტური მედიის მომხმარებლები, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და შეამცირონ მედიის მიერ წარმოქმნილი რისკები. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ გავლენას ახდენენ მშობლები თავიანთი შვილების ახალი მედია ტექნოლოგიების მიღებაზე და აძლიერებენ შვილების სწავლის შედეგებს საგანმანათლებლო პროგრამების ნახვის შემდეგ. ამასთან, მშობელთა შუამავლობის კვლევის უმრავლესობამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ეხმარება მშობლები შვილებს მედიის გამოყენებისგან შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად. ბევრმა კვლევამ გამოიკვლია, თუ როგორ მოქმედებს მშობელთა შუამავლობა იმ დროზე, თუ რა დროზე ხარჯავს ბავშვები გარკვეულ საშუალოზე, ან როგორ მოქმედებს შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგია ბავშვების ზემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკებთან. ამჟამინდელი მეტაანალიზი მიჰყვება ამ ზიანის შემცირების მიდგომას, რათა შეისწავლოს მშობელთა შუამავლობის სტრატეგიების ეფექტურობა. მშობელთა მედიაციის თეორიული ჩარჩო ემყარება მედიის ეფექტებსა და ინფორმაციის დამუშავების თეორიებს, ასევე ინტერპერსონალური კომუნიკაციის თეორიებს და ის განმარტავს, თუ როგორ ამცირებს მშობლებსა და შვილებს შორის ინტერპერსონალური კომუნიკაცია ბავშვებზე მედიის უარყოფით გავლენას. მშობლებსა და შვილებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთქმედების სხვადასხვა ტიპზე დაყრდნობით, გამოიკვეთა მშობლის მედიაციის სამი ფართო სტრატეგია ტელევიზიის ყურებისა და ინტერნეტის გამოყენების კონტექსტში. ეს არის აქტიური მედიაცია, შემზღუდავი მედიაცია და თანაგამოყენება. მაშასადამე, ეს მეტაანალიზი იკვლევს იმას, თუ რამდენად ახდენს გავლენას მშობლის მედიაციის ეს სამი განსხვავებული სტრატეგია მედიის გამოყენების რაოდენობაზე და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირეზე. აქტიური მედიაცია, რომელსაც ასევე უწოდებენ ინსტრუქციულ მედიაციას, გულისხმობს მშობლების პოზიტიურ ჩართულობას შვილებთან, რათა განიხილონ და ახსნან მედიის შინაარსი და ესაუბრონ ან უხელმძღვანელონ მათ მედიის სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით. ნაჩვენებია, რომ სატელევიზიო კონტენტზე მშობელთა დისკუსიები ეხმარება ბავშვებს მედიის მიმართ დისკრიმინაციული და კრიტიკული პოზიციის ჩამოყალიბებაში, რაც აძლიერებს იმ შინაარსს, რომელსაც ბავშვები სწავლობენ მედიიდან, ცვლის მათ დამოკიდებულებას მედია პორნოგრაფიისა და ძალადობის მიმართ და ამცირებს ტელევიზიით გამოწვეულ დონეებს. აგრესია. ბოლო წლებში მზარდი კვლევები ჩატარდა იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს მშობლის მედიაცია ბავშვების ინტერნეტის გამოყენებაზე. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ აქტიური მედიაცია ეფექტურია ინტერნეტის გამოყენების ხანგრძლივობისა და ონლაინ რისკებში ჩართვის ალბათობის შესამცირებლად, როგორიცაა კონტაქტის რისკები, კონფიდენციალურობის გამჟღავნება და კიბერბულინგი. თვითგამორკვევის თეორიის თანახმად, როდესაც მშობლის შუამავლობა აქტიურია, ბავშვები ჩვეულებრივ გრძნობენ, რომ მშობლები პატივს სცემენ მათ პერსპექტივებს და მხარს უჭერენ მათ ავტონომიას, რაც ზრდის მათ თვითგამორკვევის გრძნობას და ხელს უწყობს მორალურ ინტერნალიზებას. შედეგად, ბავშვები ემორჩილებიან მშობლების მითითებებს და ნაკლებად ეწევიან ანტისოციალურ ქცევას. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, აქტიური მედიაცია უარყოფითად არის დაკავშირებული როგორც მედიის გამოყენების რაოდენობასთან, ასევე მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირესთან. შეზღუდული შუამავლობა, რომელსაც ასევე უწოდებენ წესების მიღებას, ეხება მშობელთა ძალისხმევას წესების დაწესების მიზნით, რათა შეზღუდონ დრო, როდესაც მათ შვილებს უფლება აქვთ ჩაერთონ მედიასთან, ასევე შეზღუდონ შინაარსი, რომელსაც მათი შვილები ექვემდებარებიან. მაგალითად, შვილების ინტერნეტით გამოყენების რეგულირებისთვის, ბევრმა მშობელმა გამოიყენა მშობლის ფილტრები ან მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეამოწმოს და შეზღუდოს ონლაინ აქტივობები და შინაარსი, რომლებთანაც მათ შვილებს უფლება აქვთ ჩაერთონ. აღინიშნა, რომ მშობლების შეზღუდვებმა შეამციროს დრო, რომელსაც ბავშვები მედიასთან ერთად ატარებენ. ბევრმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შეზღუდული მედიაცია ეფექტურია ბავშვებზე უარყოფითი გავლენის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ლივინგსტონმა და ჰელსპერმა განაცხადეს, რომ ონლაინ ურთიერთქმედების შეზღუდვამ შეიძლება შეამციროს შინაარსის განცდა და დაუკავშირდეს რისკებს. მარკუმმა და თანამშრომლებმა და ვოლაკმა და თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მშობლების შეზღუდვები უარყოფითად იყო დაკავშირებული ბავშვების სექსუალური შუამდგომლობის ზემოქმედებასთან. ჯეი. ბენ
ნავალვო და ჯასენსკი დაადგინეს, რომ მშობლების შვილები, რომლებიც იყენებდნენ ფილტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი იყვნენ. ამასთან, რამდენიმე კვლევა მაჩვენა, რომ მშობლების ზედმეტად შემაკავებელი კონტროლი შეიძლება ბუმერანგს. ნათანსონის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შეზღუდული მედიაცია დაკავშირებული იყო სატელევიზიო ძალადობისა და სექსისადმი უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებასთან, ასევე ამ შინაარსის დათვალიერებასთან. შიმმა და ისმაილმა აღნიშნეს, რომ შეზღუდული მედიაცია დადებითად იყო დაკავშირებული ბავშვებში სარისკო სოციალური მედიის ქცევასთან. ამრიგად, ეს კვლევა განიხილავს, თუ რამდენად უკავშირდება შეზღუდული მედიაცია ბავშვთა მედიის გამოყენების ხანგრძლივობასა და მედიასთან დაკავშირებული რისკების ზემოქმედებასთან. თანადახმარება, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც თანაყურებას ან თანასერფინგს, ეხება მშობლებს, რომლებიც მონაწილეობენ მედიაში შვილებთან ერთად, დისკუსიებში აქტიური ჩართვის გარეშე. ბალკენბურგმა და კოლაბორატორებმა და უორენმა აღნიშნეს, რომ მშობლები ნაკლებად მონაწილეობდნენ თანამოხმარებაში, ვიდრე აქტიური და შემზღუდველი მედიაცია. ერთობლივი გამოყენების ეფექტურობის კვლევამ არაერთგვაროვანი შედეგი გამოიღო. კვლევებმა აჩვენა, რომ ერთობლივი გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბავშვების სწავლა მედიიდან და შეამციროს ბავშვების ზემოქმედება ონლაინ შინაარსის რისკებთან. თუმცა, ერთობლივი გამოყენება ასევე დადებითად იყო დაკავშირებული ტელევიზიის ყურების რაოდენობასთან და ტელევიზიით გამოწვეული აგრესიული მიდრეკილებების დონესთან. ამრიგად, ეს მეტ-ანალიზი იკვლევს თანამოხმარების ხარისხს ასოცირდება იმ დროს, რომელსაც ბავშვები ატარებენ მედიასთან და იმის ალბათობას, რომ ბავშვები იყვნენ ჩართული მედია დაკავშირებულ რისკებში. ადრე განხილული ლიტერატურის მიმოხილვის მიხედვით, შემოთავაზებულია შემდეგი სამი საკვლევი კითხვა. კითხვა 1. რამდენად მოქმედებს აქტიური მედიაცია ამედიის გამოყენების რაოდენობაზე და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირეზე? კითხვა 2. რამდენად მოქმედებს შემზღუდავი მედიაცია ამედიის გამოყენების რაოდენობაზე და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირეზე? კითხვა 3. რამდენად მოქმედებს თანამოხმარება ამედიის გამოყენების რაოდენობაზე და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირეზე მეთოდი? ლიტერატურის ძიება. შესაბამისი კვლევების მოსაძიებლად გამოყენებული იქნა შემდეგი საკვანძო სიტყვები: მშობლის მედიაცია, აქტიური მედიაცია, ინსტრუქციული მედიაცია, შეფასებითი მედიაცია, მშობლის ხელმძღვანელობა, მშობლების ინსტრუქციები, შემზღუდველი მედიაცია, რეგულირებული მედიაცია, არეგულირებს მედიაციას, მშობლის შეზღუდვებს, მშობელთა ლიმიტებს, მშობელთა კონტროლის, თანაგამოყენება, სერფინგი, ერთობლივი ყურება, ერთობლივი თამაში, მშობლების ყოფნა, საზიარო ტელევიზიის ყურება და გაზიარებული მედია. ჩვენ მოვიძიეთ შემდეგი მონაცემთა ბაზები: SIG-Info, Medline, Communication და Mass Media Complete, EBSCO, საგანმანათლებლო რესურსების საინფორმაციო ცენტრი, Web Science Direct, PubMed და Nursing და Allied Health Source. ჩვენ მოვიძიეთ 2017 წლის იანვრამდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა. გარდა ამისა, შეგროვებული პუბლიკაციების საცნობო როსიები განიხილება დამატებითი კვლევებისთვის. ასევე განიხილება არარეცენზირებული ნაშრომები, როგორიცაა წიგნის თავები და კონფერენციის ნაშრომები, რათა შემცირდეს პუბლიკაციების მიკერძოების პოტენციური გავლენა. ფილტრის პროცესი. კვლევები შედის ამ მეტ-ანალიზში, შემდეგი ინკლუზიურობისა და გამორიცხვის კრიტერიუმების საფუძველზე, სტატიაში უნდა იყოს ფოკუსირებული მშობელთა შუამავლობის სტრატეგიების შედეგებზე ბავშვების მედიის მოხმარების ქცევაზე. გამოირიცხა კვლევები მშობელთა შუამავლობის ანტიკვარების შესახებ. რაოდენობრივი ინფორმაცია მეტ-ანალიტიკური მიზნებისათვის, რომელთა გამოთვლა ან ეფექტის ზომის შეფასებები შეიძლება იქნას გამოთვლილი ან გადაკეთებული, უნდა იყოს ხელმისაწვდომი არჩეულ კვლევებში. არსებითი მონაცემები მოიცავს ნიმუშის ზომებს, ტესტის სტატისტიკას, საშუალებებს, კორელაციებს და შანსების კოეფიციენტებს. ამ მეტ-ანალიზში მეტი კვლევების ჩასატარებლად, ელექტრონული პოსტა გაუგზავნეს ზოგიერთ ავტორს შესაბამისი მონაცემების მისაღებად. საძიებო თავდაპირველმა პროცესმა გამოავლინა 296 კვლევა. ჩვენ განვიხილეთ ყველა რეზიუმე და აღმოვაჩინეთ, რომ 74 კვლევამ შეისწავლა მშობელთა შუამავლობის შედეგები ბავშვების მედიასთან დაკავშირებულ ქცევაზე. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ რაოდენობრივი ინფორმაცია, რომ გამოვთვალოთ ეფექტის ზომები ამ 74 გამოკვლევიდან 52-დან. ამრიგად,
ფილტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ. ამ მეტაანალიზის საბოლოო ნიმუში მოიცავდა 1987 წლიდან 2016 წლამდე გამოქვეყნებულ 52 კვლევას, რომელიც წარმოადგენს 74,159 მონაწილეს მთლიანი ნიმუშს და გამოიღოას 22 დამოუკიდებელი კორელაცია ცხრილი 1. კოდირების პროცედურა. ყველა სტატია დაშიფრული იყო ამ კვლევის პირველი ავტორის მიერ. გარდა ამისა, 15 გამოკვლევის შემთხვევითი ნიმუშია. კვლევების 27% დაშიფრული იქნა მეორე ავტორმა ინტერპრეტატორის ხელშეკრულების დასადგენად. კერძოდ, დაშიფრული იყო კვლევის მახასიათებლები, პროგნოზები, მოდერატორები და სტატისტიკური ინდექსები თითოეულ კვლევაში. ინტერპრეტატორული ხელშეკრულებები, კვირნდორფის ალფაზე, იყო 0. 88 მშობელთა მედიაციის ტიპი 0. 83 შედეგი 0. 91 ნიმუშის ზომა 0. 86 ასაკობრივი ჯგუფი 0. 83 რისკის ტიპი 0. 86 საშუალო და 1. 0 კულტურა, რომელიც მისაღებია. ეფექტის ზომების გაანგარიშება. ეფექტის ზომების გამოსათვლელად ჩვენ მივიღეთ შედარებითი ფორმატის სტატისტიკა, როგორც ეს თითოეულ კვლევაშია ნაჩვენები. მონაცემთა ფორმატებში ძირითადად შედის კორელაციები, შანსების კოეფიციენტები და სტანდარტული გადახრების საშუალებები. ჩვენ შევიტანეთ მონაცემები ყოვლისმომცველი მეტაანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამაში და შემდგომში მონაცემები გადავიტანეთ ბიზნეს პროდუქტისა და კომერციული კორელაციის ერთიან ფორმაში. კოენის მითითებების თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა ეფექტის ზომასთან დაკავშირებით, მცირე ეფექტის ზომა მითითებულია ბიზნეს პროდუქტისა და 0-დან 0-მდე ეფექტის ზომა მითითებულია ბიზნეს პროდუქტისა ქალთა კორელაციით 0. 30-დან 0-50-მდე, ხოლო დიდი ეფექტის ზომა მითითებულია ბიზნეს პროდუქტისა ქალთა კორელაციით 0,5-ან მეტი. მშობელთა შუამავლობისა და შედეგების მთლიანი ეფექტის ზომები იყო საშუალოდ ბიზნეს პროდუქტისა და ქალთა კორელაცია კვლევებში, ხოლო თითოეული დაფიქსირებული კორელაცია შეწონილი იყო კვლევის ნიმუშის ზომისა და სტანდარტული შეცდომის შესაბამისად. ჰომოგენურობის ტესტის თვალსაზრისით, ამ მეტაანალიზში გამოყენებული იქნა კუ სტატისტიკა. ჰედსის და ბევიას მიერ წარმოდგენილი გაიდლაინის მიხედვით, როდესაც კუ სტატისტიკა მნიშვნელოვანია, შემთხვევითი ეფექტის მოდელი უნდა იქნას გამოყენებული. ამ მეტაანალიზში გამოყენებული იქნა შემთხვევითი ეფექტის მოდელი, რადგან კუ სტატისტიკის უმეტესობა მნიშვნელოვანი იყო. შედეგები. შეწონილი კორელაციები. შეწონილი კორელაციები მშობლის შუამავლობის 3 სტრატეგიასა და შედეგებს შორის მოცემულია ცხრილი 2-ში. შეზღუდული მედიაცია AU003DM0. 12. PNХ-0. 001 უფრო ეფექტური იყო, ვიდრე აქტიური მედიაცია AU003DM0. 0,5 იმ დროის შემცირების დროს მეტია. კოენის მითითებების თანახმად, შეზღუდული მედიაციის ეფექტის ზომა მცირე იყო, ხოლო აქტიური მედიაციის ეფექტის ზომა პატარა იყო. ორივე შეწონილი ეფექტის ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 0-სგან. ამასთან, შედეგებმა აჩვენა, რომ კონუსვა მნიშვნელოვნად არ იმოქმედა მედიის გამოყენების ოდენობაზე, რადგან მისი 95% ნდობის ინტერვალით გადაკვეთა 0. მედიასთან დაკავშირებული რისკების შემთხვევებთან დაკავშირებით, ორი მედიაციის სტრატეგიის შედეგები. აქტიური მედიაცია AU003DM0. 0,8 PNХ-0. 0,01 და თან არსებობა AU003DM0. 0,8 PNХ-0. 0,01 იყო პატარა, მაგრამ უფრო დიდი ვიდრე შემსხუდავის შუამავლობით AU003DM0. 0,6 PNХ-0. 0,01. სამივე ეფექტის ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 0-სგან, რადგან მათი 95% ნდობის ინტერვალით არ გადალახა ნულოვანი. მოდერატორის ანალიზები. მრავალი მკვლევარის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი კუ სტატისტიკა მიუთითებს ეფექტის ზომის მნიშვნელოვან ჰეტეროგენულობაზე სხვადასხვა კვლევებში, რაც საჭიროა მოდერატორის ანალიზისთვის. ამ კვლევაში ეფექტის ყველა ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამრიგად, მოდერატორის ანალიზები ჩატარდა ეფექტის ყველა ზომისთვის. რაც შეეხება მოდერატორის არჩევას, პირველ რიგში, მშობელთა მედიაციის კვლევამ აჩვენა,
რომ ბავშვები უფრო მეტად ემორჩილებიან მშობლის უფლებამოსილებას, ვიდრე მოზარდები. ზოგადად, ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მშობლების გავლენის მნიშვნელობა მათი შვილების სოციალიზაციაზე. ამრიგად, ასაკმა შეიძლება შეამსუბუქოს მშობლის შუამავლობის ეფექტი. მეორე, მშობელთა მედიაციის კვლევებმა დაადასტურა, რომ მშობლის მედიაციის ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს რისკის ტიპის მიხედვით. მაგალითად, ლეონგმა და ლიმ დაადგინეს, რომ მშობლის შუამავლობა ეფექტური იყო ბავშვების მიერ პორნოგრაფიული და ძალადობრივი შინაარსის მოხმარების შესამცირებლად, მაგრამ არაკონფიდენციალურობის გამჟღავნების ან კიბერბულინგის ვიქტიმიზაციის შემცირებისთვის. მიშნამ, ხურიკასაბრიმ, გადალამდა და ჩიუკმა მიუთითეს, რომ აქტიური მედიაცია უფრო ეფექტურია ქცევის რისკების თავიდან ასაცილებლად, ვიდრე კონტაქტური რისკები. მესამე, მედიაცოდნის თაობათა განხეთქილება გახდა ფაქტორი, რომელიც ართულებს მშობელთა მედიაციის ეფექტურობას. მშობელთა მედიაცია უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მშობლებს აქვთ მედიაცოდნისა და უნარების მაღალი დონე. როგორც წესი, მშობლებს აქვთ ნაკლები ცოდნა და გამოცდილება სოციალური მედიისა და ონლაინ თამაშების შესახებ ტელევიზიასთან და ინტერნეტთან შედარებით. ამრიგად, ბავშვები, როგორც წესი, ასრულებენ მშობლების რჩევებს ან მითითებებს მხოლოდ ტელევიზიისა და ინტერნეტის კონტექსტში. დაბოლოს, აზიაში მშობლის ძალაუფლება ძლიერ ფასდება. აზიელი ბავშვების უმეტესობა პატივს სცემს მშობლებს და ემორჩილება მათ მითითებებს. ამის საპირისპიროდ, დასავლურ კულტურებში ბავშვები მიდრეკილნი არიან ავტონომიისკენ და უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან მშობლის ავტორიტეტს. ამრიგად, მშობლის მედიაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ეფექტურობით, კულტურის მიხედვით. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასაკი, რისკის ტიპი, საშუალო და კულტურა შეირჩა პოტენციურ მოდერატორებად ამ კვლევაში. მოდერატორის ანალიზის მიხედვით, ასაკმა მნიშვნელოვნად შეარბილა შემსხუთველი მედიაციის ეფექტი იმ დროზე, რომელსაც ბავშვები ატარებენ მედიასთან UBU003D17, 95, P0, 001-ზე დაბალი, 9-3. შემაკავებელი მედიაციის ეფექტი მედიის გამოყენების ხანგრძლივობაზე შემცირდა ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტიც, შემაკავებელი მედიაციის სტრატეგიები უკუ შედეგს იღებდა, როდესაც გამოიყენებოდა განვითარებად მოზარდებთან. რისკის ტიპი ასევე იყო მნიშვნელოვანი მოდერატორი, რომელიც ხსნიდა განსხვავებებს შემაკავებელი მედიაციის ეფექტის ზომებს შორის QBU003D21, 40, P0, 001-ზე დაბალი მედიასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისას 9-4. კონკრეტულად, შემსხუდავი მედიაცია ეფექტური იყო კონტაქტის რისკებისა და შინაარსის რისკების შესამცირებლად. უფრო მეტიც, მისი ეფექტურობა უფრო ძლიერი იყო კონტაქტის რისკებზე, ვიდრე შინაარსის რისკებზე. თუმცა, შემსხუდველმა მედიაციამ ასევე გაზარდა ბავშვების მედიაზე დამოკიდებულების ალბათობა. გარდა ამისა, საშუალო იყო შეზღუდული მედიაციის და მედიის გამოყენების ოდენობის მნიშვნელოვანი მოდერატორი QBU003D7, 70, P დაქვემდებარებული 0, 0.5 და ეს იყო აქტიური მედიაციის მნიშვნელოვანი მოდერატორი მედიასთან დაკავშირებული რისკების შემთხვევებზე QBU003D11, 61, GV0, 001. შეზღუდული მედიაცია მხოლოდ ეფექტური იყო რისკების შემცირებაში და ტელევიზორსა და ინტერნეტში გატარებული დრო, ეს არ იყო ეფექტური ვიდეო თამაშებისა და სოციალური მედიისთვის. დაბოლოს, კულტურა მნიშვნელოვნად შეამცირა აქტიური შუამავლობის შედეგები მედიის გამოყენების ოდენობაზე QBU003D4, 42, P დაქვემდებარებული 0, 0.5 და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირეზე QBU003D3, 96, I-0, 0.5, 9.6. აქტიური მედიაციის ეფექტურობა უფრო მეტი იყო აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. დისკუსია. ეს მეტ-ანალიზი არა მხოლოდ განიხილავს მშობლის მედიაციის სტრატეგიების ეფექტებს, არამედ იკვლევს მშობლის მედიაციის ეფექტების მიმართულებასა და მასშტაბებს. კონკრეტულად, შედეგებმა აჩვენა, რომ შემსხუდავი მედიაციის ეფექტი მედიის გამოყენების რაოდენობის შემცირებაზე უფრო დიდი იყო, ვიდრე აქტიური მედიაციის. ერთი დამაჯერებელი ახსნა არის ის, რომ შემსხუდავი მედიაცია როგორც წესი, გულისხმობს მშობლების წესების დანერგვას,
რათა დაარეგულირონ მათი შვილების ტელევიზიისა და კომპიუტერის გამოყენება და შეზღუდონ ამ ტექნოლოგიით გატარებული დრო, რაც პირდაპირ ამცირებს დროს, რომელსაც ბავშვები ატარებენ მედიასთან. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მედიაცია გულისხმობს მშობლების მედიის შინაარსის ახსნას და განხილვას და მედიის მოხმარების სათანადო ქცევებს, ეს მეთოდები აშკარად არაწესებს შეზღუდვებს მედიის გამოყენების ოდენობაზე. ნათანსონის კვლევა მაჩვენა, რომ შემზღუდავი მედიაცია მიუთითებდა მშობლების უკმაყოფილებაზე მათი შვილების მედიის გამოყენების ქცევის მიმართ, თუმცა ბევრი ბავშვი მიიჩნევდა აქტიურ მედიაციას, როგორც მედიის გამოყენების მოწონებას. ამიტომ შემზღუდავი მედიაციის ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე აქტიური მედიაციის ეფექტი მედიის გამოყენების რაოდენობის შემცირებაზე. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ აქტიური მედიაცია და კოის გამოყენება უფრო ეფექტური იყო, ვიდრე შეზღუდული შუამავლობა ბავშვების მედიასთან დაკავშირებული რისკების განდასაცავად. ეს დასკვნა შეესაბამება წინა კვლევების უმეტესობას. აქტიური მშობელ-ბავშვთა დისკუსიები მედიასთან და მათ შინაარსთან დაკავშირებით ბავშვებს ეხმარება განავითარონ რომ კრიტიკული აზროვნების უნარები და გახდნენ განათლებული მედია მომხმარებლები, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავი მედიკამენტური რისკებისგან. კირილმა აღნიშნა, რომ თანაგამოყენების მთავარი როლი მშობლებმა დაეხმარონ გააცნობიერონ, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები მედიას, ასევე დაეხმარონ ბავშვებს მშობლებისგან ხელმძღვანელობით. ამრიგად, თანაარსებობამ შეიძლება წარმოადგენდეს ეფექტურ სტრატეგიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ახლავს შუამავლობის სხვა სტრატეგიები. უფრო მეტიც, თანაარსებობა, როგორც წესი, არ მოიცავს მშობელ-შვილს საუბრებს მედიის შინაარსთან დაკავშირებით. ეს ჩუმად მშობლის ყოფნა განიხილება როგორც დამხმარე და შეიძლება ითქვას, რომ მედიის შინაარსი სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული. ამრიგად, აქტიური მედიაციისა და თანაარსებობის შედეგები უფრო მეტია, ვიდრე შეზღუდული მედიაციის გავლენა მედიასთან დაკავშირებული რისკების შემთხვევების შემსუბუქებაში. მიუხედავად იმისა, რომ შემზღუდავმა მედიაციამ პირდაპირ შეამცირა ბავშვების მედიაზე დახარჯული დრო, ამან გაზარდა მედიის დამოკიდებულება. ერთი დასაბუთებული მიზეზი ის არის, რომ შეზღუდულმა შუამავლობამ შეიძლება ვერ შეძლოს ბავშვებს დაეხმაროს მედიის გამოყენების მიმართ ნაკლებად ხელსაყრელი ან უარყოფითი დამოკიდებულების განვითარებაში. კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ბავშვებმა შეიძლება გამოიყენონ მშობლებისგან შეზღუდვები, როგორც მათი ქცევის გამართლება, რომ არ გამოიყენოთ მედია. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება იფიქროს, მე არ ვუყურე ტელევიზორს, რადგან მშობლებმა არ მაძლევდნენ ამის გაკეთებას, ეს იმიტომ არ არის, რომ მე არ მომწონს. ამრიგად, ბავშვთა ამ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ხელსაყრელი დამოკიდებულება მედიის მიმართ, მიუხედავად მშობლის მკაცრი შეზღუდვებისა და შესაბამისად, შესაძლოა უფრო მეტად გახდეს დამოკიდებული. გარდა ამისა, მედიის ტიპების თვალსაზრისით, შეზღუდული მედიაცია ეფექტური იყო ტელევიზიისა და ინტერნეტით ზიანის შემცირებისთვის, მაგრამ არა ზიანი მიაყენოს ვიდეო თამაშებს. ეს დასკვნა შეიძლება აიხსნას იმით, რომ მშობლებს ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვთ ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით, ტელევიზორთან და ინტერნეტთან შედარებით. ბავშვებს შეიძლება ნაკლებად სურთ მიიღონ მშობელთა მითითებები ონლაინ თამაშების თამაშის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები მათ მკაცრ შეზღუდვებს აკისრებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დასკვნა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ წინა კვლევაში, რაც ციფრთხილია შედეგების ინტერპრეტაციაში. გარდა ამისა, მოდერატორის ანალიზების შედეგების თანახმად, ასაკი იყო შეზღუდული მედიაციის მნიშვნელოვანი მოდერატორი და მედიის გამოყენების ოდენობა. უფრო კონკრეტულად, შემზღუდავი შუამავლობის გავლენა მედიის გამოყენების ხანგრძლივობაზე შემცირდა ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტიც, მედიაციის შემზღუდავი სტრატეგიები უკან დაიხია, როდესაც გამოყენებულია განვითარებადი მოზრდილებში. მშობლების მნიშვნელობა ბავშვების სოციალიზაციაში, როგორც წესი, მცირდება, როგორც ბავშვები იზრდება. როდესაც ბავშვები მოზარდობაში შედიან, ისინი იწყებენ ავტონომიისა და დამოუკიდებლობის გატარებას. ამრიგად, ბავშვები, როგორც წესი, ემორჩილებიან მშობლებს, ხოლო მოზარდები და განვითარებადი მოზრდილები უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან მშობლის ხელისუფლებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მშობლები მკაცრად ზღუდავენ მედიის გამოყენებას. მეორე რისკის ტიპის მოდერატორის ანალიზმა აჩვენა, რომ რისკის ტიპი ხსნის მშობლის შუამავლობის ეფექტების განსხვავებას. კონკრეტულად,
შემსხლუდავი მედიაცია ეფექტური იყო კონტაქტის რისკებისა და შინაარსის რისკების შესამცირებლად. უფრო მეტიც, მისი ეფექტურობა უფრო ძლიერი იყო კონტაქტის რისკებზე, ვიდრე შინაარსის რისკებზე. თუმცა, შემსხლუდველმა მედიაციამ ასევე გაზარდა ბავშვების მედიაზე დამოკიდებულების ალბათობა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მშობლის შუამავლობის ეფექტი განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის რისკებზე. ამრიგად, დასკვნები ვარაუდობენ, რომ მშობლებმა უნდა გამოიყენონ მშობლის მედიაციის სხვადასხვა სტრატეგია, რათა დაიცვან ბავშვების სხვადასხვა მედიასთან დაკავშირებული რისკებისგან. უფრო კონკრეტულად, მშობლებმა შეიძლება გამოიყენონ შემსხლუდავი მედიაცია კონტაქტის რისკებისა და შინაარსის რისკების სიხშირის შესამცირებლად. თუმცა, ბავშვების ქცევის რისკებისა და დამოკიდებულების გადასაჭრელად მშობლებმა უნდა განახორციელონ აქტიური მედიაცია და ერთობლივი გამოყენება, რადგან ამ სტრატეგიების ეფექტურობა არ განსხვავდება რისკის სხვადასხვა ტიპებში. ამრიგად, ეს ორი მედიაციის სტრატეგია ეფექტურია ბავშვების 4 განსხვავებული ტიპის რისკისგან დასაცავად. თუმცა, მათი ეფექტურობა კონტაქტისა და შინაარსის რისკების შესამცირებლად უფრო დაბალია, ვიდრე შემსხლუდავი მედიაციის ეფექტურობა. მესამე, მედია მნიშვნელოვნად შეამსუბუქა კავშირის შემსხლუდავ მედიაციასა და ორ შედეგს შორის, მედიის გამოყენების რაოდენობასა და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირე. უფრო კონკრეტულად, შემსხლუდავი მედიაცია ეფექტური იყო ტელევიზიასა და ინტერნეტში გატარებული რისკებისა და დროის შესამცირებლად, მაგრამ არა ვიდეო თამაშებსა და სოციალურ მედიაზე. ერთ-ერთი დამაჯერებელი ახსნა არის ის, რომ წინამორბედი მშობელთა მედიაციის კვლევები მხოლოდ შეზღუდულ მედიაციას ახორციელებდა როგორც წესების შედგენის სტრატეგიას. თუმცა, მშობლებმა შეიძლება გამოიყენონ მრავალი განსხვავებული მიდგომა, რათა შეამოწმონ და შეზღუდონ მათი შვილების სოციალური მედიის გამოყენება. მაგალითად, მშობლებმა შეიძლება დაამატონ თავიანთი შვილები მეგობრებად სოციალურ მედიაში, რათა დაადგინონ, როდის და როგორ იყენებენ მათი შვილების სოციალურ მედიას. ამდენად, აუცილებელია მომავალში ბავშვების სოციალური მედიის გამოყენების მშობელთა მედიაციის სტრატეგიების შესწავლა. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლებს ნაკლები ცოდნა აქვთ თანამედროვე ციფრული მედიის პროდუქციის შესახებ, როგორიცაა სოციალური მედია და ვიდეო თამაშები ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა ტიპის მედია. ამრიგად, ბავშვები, როგორც წესი, არ იღებენ მშობლის ხელმძღვანელობასა და მითითებებს ამ საშუალებებისთვის. საბოლოოდ, კულტურა მნიშვნელოვნად შეამცირა აქტიური მედიაციის ეფექტი მედიის გამოყენების ხანგრძლივობისა და მედიასთან დაკავშირებული რისკების სიხშირის შემცირებაში. გარდა ამისა, შედეგებმა აჩვენა, რომ აქტიური მედიაციის ეფექტურობა უფრო მაღალი იყო აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთში. ერთ-ერთი დამაჯერებელი მიზეზი არის ის, რომ აქტიური მედიაციის სტრატეგია შეიძლება ჩაითვალოს ნორმატიულ გავლენას. მშობლები ეუბნებიან შვილებს, ვისი გაკეთება სურთან არ უნდა გააკეთონ და ბავშვები ავითარებენ მედიის გამოყენების მათახქმულ სუბიექტურ ნორმებს, როგორიცაა ფიქრობ, ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ არ უნდა წავიდე ამ ვებსაიტზე. წინა კვლევამ აჩვენა, რომ დასავლურ ინდივიდებთან შედარებით, რომლებიც უფრო ინდივიდუალისტი არიან, აღმოსავლელი ინდივიდები, რომლებიც ცხოვრობენ კოლექტიურ კულტურებში, უფრო მეტად ექვემდებარებიან სუბიექტური ნორმების გავლენას მოცემული ქცევის გაზრახვის ფორმირებაზე. ამრიგად, ეს განსხვავება შეიძლება იყოს ერთი დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ არის აქტიური მედიაცია უფრო ეფექტური აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთში. თუმცა, ეს მიზეზი მოითხოვს შემდგომ გამოკვლევას კულტურულ კონტექსტში. პრაქტიკული შედეგები. ეს მეტაანალიზი პრაქტიკულ შედეგებს იძლევა. მაგალითად, ბავშვებს მედიასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაცავად, მშობლებს მოუწოდებენ გამოიყენონ აქტიური მედიაცია და ბიძაშვილი, რადგან ამ ორი სტრატეგიის ეფექტურობა მედიცირებული რისკების შემთხვევების შემცირებაში უფრო მეტია, ვიდრე შემსხლუდავის შუამავლობა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შემსხლუდავი მედიაცია ეფექტურია იმ დროისთვის, როდესაც ბავშვები ხარჯავენ მედიასა და მედიკამენტურ რისკებზე, ის იმ შესაძლებლობებს ხარჯავს, რაც მედიას უზრუნველყოფს. მშობლებს ასევე უნდა ეცნობონ, რომ ამ შემაკავებელმა სტრატეგიამ შეიძლება ბუმერანგს და გაზარდოს ბავშვების ნარკოტიკული მედიის ქცევა. გარდა ამისა, ასაკი არის ფაქტორი, რომელიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შეზღუდული მედიაციის გამოყენებისას, მოდერატორის ანალიზით ვარაუდობენ,
რომ არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად მშობლებმა უნდა გამოიყენონ ნაკლებად შეზღუდული შუამავლობა, როდესაც მათი შვილები ზრდასრულ ასაკში შედიან. შეზღუდვები და სამომავლო კვლევა. ჩვენი მცდელობების მიუხედავად, რამდენიმე შეზღუდვა რჩება. პირველ რიგში, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მედიის ზიანის შემცირების გარდა, მშობლის მედიაცია აუმჯობესებს მის სარგებელს. ამასთან, ეს მეტაანალიზი მხოლოდ მშობლების შუამავლობის შედეგებს ეხებოდა ზიანის შემცირებაზე. მეორე, ეს მეტაანალიზი ფოკუსირებულია მშობელთა შუამავლობის სტრატეგიების შედეგებზე, ამასთან, იგი არ იკვლევდა ამ შუამავლობის სტრატეგიების ანტიკვარებს. მიუხედავად ამისა, კვლევების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს ოჯახური კომუნიკაცია, რწმენა მედიის უარყოფით შედეგებთან და მედიის მოხმარებაზე, მშობელთა შუამავლობაზე. ამრიგად, სამომავლო კვლევებმა უნდა დაანალიზოს მშობლის შუამავლობის სხვადასხვა სტრატეგიების ანტიკვარები. და ბოლოს, ბევრმა კვლევამ, განსაკუთრებით ადრეულმა კვლევებმა, არ მიაწოდა შესაბამისი რაოდენობრივი მონაცემები მეტაანალიზისთვის, ამრიგად, ეს კვლევები არ შედიოდა ჩვენს ანალიზში. გარდა ამისა, ეს მეტაანალიზი გვთავაზობს რამდენიმე შესაძლებლობას მშობლის შუამავლობის შესახებ მომავალი კვლევისთვის. პირველ რიგში, სამომავლო კვლევებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა დაუთმოს მშობლების შუამავლობის ეფექტურობას სხვადასხვა რისკის ტიპებზე და სხვადასხვა მედიასა და კულტურებზე, რადგან შედეგები მიუთითებს, რომ ზოგიერთი მედიაციის სტრატეგიის ეფექტურობა დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ შედეგებმა აჩვენა, რომ მშობლების მედიაციის ეფექტურობა განსხვავდება ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, შეზღუდულმა კვლევებმა შეისწავლა მშობელთა შუამავლობის შედეგები განვითარებად მოზრდილებში. ბევრმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ განვითარებადი მოზრდილები ასევე დაუცველია მედიის უარყოფითი ეფექტების მიმართ. ამრიგად, სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლოს, თუ როგორ მოქმედებს მშობელთა შუამავლობის სტრატეგიები განვითარებადი მოზრდილების მედიის მოხმარებაზე. ამ აღმოჩენებიდან გამომდინარე, მშობლების შუამავლობაში თეორიული მიღწევები შეიძლება უფრო ნაყოფიერად იქნას ნაყოფიერი. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელმა დასკვნებმა აჩვენა, რომ მშობელთა შუამავლობის სტრატეგიები ეფექტურია მედიისგან ზიანის შემცირებაში, ეფექტის ზომები არ არის დიდი. ამრიგად, გარანტირებულია მედიის ზიანის შემცირების უფრო ღრმა გაგების მიღება. მაგალითად, ქცევითი ცვლილების თეორიების თანახმად, სამომავლო კვლევებმა უნდა გამოიკლიოს სხვა ფაქტორების შედეგები, მაგალითად, თანატოლებისგან ნორმატიული გავლენა და თვითეფექტურობა, ბავშვთა მედიის გამოყენებაზე. დასკვნა. ეს მეტაანალიზი უზრუნველყოფს სამომწურავ სტატისტიკურ სინთეზს და ემპირიული მტკიცებულებების შეჯამებას, რომელიც ეხება მშობელთა შუამავლობის შედეგებს მედიისგან ზიანის შემცირებაზე და იგი განმარტავს მშობლის შუამავლობის სამი ფართო სტრატეგიის შედეგების მიმართულებას და სიდიდეს. გარდა ამისა, დასკვნები მიუთითებს ეფექტის ზომების ჰეტეროგენურობაზე სხვადასხვა კვლევებში და, ამრიგად, მოდერატორების ასაკის, რისკის ტიპისა და კულტურის იდენტიფიცირება, რაც მოიცავს კვლევებში გამოვლენილ განსხვავებებს. ამრიგად, ეს მეტაანალიზი მიმართავს კვლევის ხარვეზებს მშობელთა შუამავლობის ამჟამინდელ კვლევაში. კონფლიქტური ინტერესების დეკლარაცია. ავტორმა EPR გამოაცხადა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი ამ სტატიის კვლევასთან, ავტორებთან და მარცხნივ დახელი ხაზიან გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. დაფინანსება. ავტორმა EPR მიიღო ფინანსური დახმარება ამ სტატიის კვლევის, ავტორებისა და მარცხნივ დახილი ხაზიან გამოქვეყნებისათვის.